რას დავბედით? იმაზე რაც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. იაპონიაში გადაცემაა. ვაშა გადაცემა ისევ თქვენთან არის თენგის გოგოტიშვილის პოდკასტი. აუცილებლად მოიწონეთ და გამოიწერეთ ჩვენი გადაცემა ნებისმიერ პლატფორმაზე: YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. 28 ნოემბერს საქართველოს ქალაქებს გადაუარა საპროტესტო ტალღამ. 28 ნოემბერს საპროტესტო ტალღამ გადაუარა მსოფლიოს ქალაქებსაც. ზოგიერთი შეიძლება გამომრჩეს, მაგრამ საგანგებოდ მინდა წავიკითხო იმ ქალაქების სია, სადაც ქართველების და არა მარტო ქართველების აქცია გაიმართა. სტრასბურგი, ბერლინი, ჟენევა, ციურიხი, შეერთებული შტატები, ვაშინგტონი, ნიუ-იორკი, ავსტრალიაში 2 ქალაქში, ჰააგა, ტალინი, ვენა, შტუტგარტი, კიოლნი, ჰანოვერი, ფრანკფურტი, პარიზი, ოსლო, ბუდაპეშტი, ვენა, ბრიუგე, პრაღა, ლონდონი, სტოკჰოლმი, პარიზი, ჰააგა, კოპენჰაგენი, ირლანდია, კიშინიოვი, რიგა. ეს რამდენადაც მე ვიცი არ არის სრული სია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან ბევრი ქალაქია, როგორც ხედავთ. სად არ გაიმართა ეს აქცია? არ გაიმართა რუსეთში. სრულიად ბუნებრივია. მე პირადად ასეთ აქციას შევესწარი ლატვიაში, რიგაში, სადაც 2 ქართველი შეიკრიბა და ეს აქცია ძალიან ფართედ გაშუქდა სხვათა შორის ადგილობრივ მედიაში. გაშუქდა ადგილობრივ რადიოში, გაშუქდა ტელევიზიით, გაშუქდა სააგენტოებით. სამწუხაროდ აქციას ვერ დაესწრო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ემიგრანტი ქართველი ალბათ, რომელიც ლატვიაში ცხოვრობს, შოთა ადამაშვილი, ძალიან ცნობილი მუსიკოსი, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ შეერთებულ შტატებში კანტრის კონკურსი მოიგო, შეერთებულ შტატებში ტეხასში რო კანტრის კონკურსი მოიგებს, წარმოიდგინეთ როგორი მუსიკოსია, რამდენად დაფასებული მუსიკოსია. სამწუხაროდ იმ დღეს სხვაგან ქონდა, სხვა ქალაქში ქონდა კონცერტი და არ ქონდა საშუალება რომ ამ აქციაზე მოსულიყო. ამიტომ მე გადავწყვიტე რომ ვთხოვე შოთას რომ მიემართა ქართველებისთვის, ეთქვა და არა მარტო ქართველებისთვის, ეთქვა ის, რასაც ეთყოდა 28-ში რომ აქციაზე ყოფილიყო რიგაში. მაშასე, შოთა გამარჯობა. რას ეთყოდი ქართველებს 28-ში რომ ყოფილიყავით რიგაში? ან ნებისმიერ სხვა ქალაქში აქციაზე. რატომ უნდა მოაწყონ ასეთი აქციები, რატომ უნდა გაბრაზდნენ ზოგადად საკუთარ ხელისუფლებაზე, რა აქვს გასაბრაზებელი, ან საერთოდ აქვს თუ არა რაიმე გასაბრაზებელი? როცა ხდება კონსტიტუციურ უფლებაზე შეხება და როდესაც შენს ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას გართმევენ, რომ არჩევანის უფლება გეთხოვათ თუ ქვეყანაში არ ჩამოყავდა, საზღვარგარეთ არ შეგიძლია კონსტიტუციას როცა არ ღვევენ ამიტომ. ამას თუ აღარ გაბრაზდნენ, მაშინ ყველაფერზე უარი უნდა თქვა და მართლა თავში რო ჩაგეკაკონონ, მაგაზეც ალბათ თავი უნდა დახარო. იმიტომ რომ რამდენშელობა იქნება ოცნებისთვის კიდე მის მართლა ხმის და იმის გამო რომ თქვა შენ ფინანსები არ აქვს, ანუ უფლება უნდა დაგეთქვა სიტყვაზე ვამბობ რა, რომც ყველანაირი საშუალებას რო გქონდეს და ჩამოხვიდე ქვეყანაში სიტყვაზე არჩევნების დღეს, რატო არ უნდა გქონდეს უფლება რომ მოითხოვო საარჩევნო უბანი გაიხსნას იმ ქვეყანაში, სადაც შენ ცხოვრობ. ამბავი შარშან უკვე იყო ატეხილი. შარშან 2024 წლის არჩევნების წინ უკვე იყო ატეხილი ამბავი, უამრავმა ადამიანმა ათასობით ხელმოწერა შეაგროვა, მაგრამ საბოლოოდ არაფერი, ხელისუფლებამ არ გაუხსნა უბნები. არათუ საარჩევნო წელს შარშან ბოლო არჩევნებზეც საკმარისი უბნებიც კი არ იყო გახსნილი ქვეყნების არაერთ ქვეყანაში, სადაც ბევრმა ამორჩეველმა და მოქალაქემ ემიგრანტმა ვერ შეძლო მის მიცემა იმის გამო, რომ შეზღუდული იყო სპეციალურად დააკეთეს ყველაფერი მე ამის იმღვრად მჯერა, უბრალოდ წამოსდა. მით უმეტეს საკუთარ არჩევანს თუ გართმევენ და შენს ესე ცხარი თავი დახარ და ხო, კაი, მაშინ კაცო უნდა ჩამოვიდე. მაშინ უკვე აღარ ვიცი როგორ უნდა გელაპარაკო ადამიანს, იმიტომ ეს უცნობთანაც ვიღაც პროპაგანდისტი რო იჯდა, ეხლა ხან სოციალურ ქსელებში ხო გააზიარეს და მარტო დასასვენებლად ჩამოდიან და სტომატოლოგიური პრობლემების მოსაგვარებლად და ასე შემდეგო ამბობდა. და მე სახელმწიფო უნდა გადაიხადოს მაგათი დაკრძალვის ხარჯებიო. ემიგრანტების კისერზე დგას ჯერ ერთი რეალობიდან გამომდინარე, რომ ვილაპარაკოთ. მთელი ქვეყნის ეკონომიკა, უდიდესი ნაწილი ემიგრანტების გამოგზავნილი თანხით არსებობს და კიდე მათი დაკნინება უნდა წავიდეს, ხო? აღარაფერი ვარ ვთქვათ იმაზეც, რომ სულაც რომ არ ეხმარებოდნენ ემიგრანტები, ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა და ესეც თუ დაარღვიეს, მაშინ უკვე ყველანაირი რუბიკონი გადალახული გამოდის რა. პროჭურვილელები ხედავენ, რომ ემიგრანტები მათ ხმას არ აძლევენ.
13% აიღეს 2024 წლის არჩევნებზე საზღვარგარეთის უბნებზე. ეს ბუნებრივია უბიძგებს მათ დასკვნისკენ, რომ ემიგრანტებს საერთოდ უნდა მოაცილონ, საერთოდ უნდა აუგზავნონ არჩევნებში მონაწილეობა. მათთვის ეს ბუნებრივია. აქ უკვე პარტიულ კუთვნილობას აღარ აქვს არავინ მნიშვნელობა და არავის არგუმენტი არ გამოდგება იმისთვის, რომ ვიღაცას წამოაძახონ, აი შენ ამ პარტიაში იყავი, შენ იმ პარტიაში იყავი, შენ იმას ეხმარებოდი, ამას ეხმარებოდი. რა მნიშვნელობა აქვს, ხო? ყველა ვართ ქვეყნის მოქალაქეები. ისიც კი ვინც კი შენთვის მიუღებელია, იმსახურებს კანონის მიხედვით იმას, რომ ხმის მიცემა შეძლოს რა. ძალიან ელემენტარული და მარტივია. ამაზე მეტად უკვე ვერაფრით შეიძლება ვეღარ დაგამცირონ, როგორც ქვეყნის მოქალაქე რა. შოთა, თქვენ დიდი ხანია ლატვიაში ცხოვრობთ? მე 3 წელი დამთავრდა უკვე. 3 წელი დავიდა, რაც ლატვიაში ვცხოვრობ და 2022-ში დავედი მე. აი საცხოვრებლად. ძირითადად ლატვიაში კი მოგზაურობ ხოლმე სხვა ქვეყნებში, მაგრამ ლატვიის რეზიდენტი ვარ, ასე ვთქვათ. მაგრამ მიწევს ხოლმე ხანდახან ყველგან გასვლა, ძირითადად რეზიდენტურა, ასე ვთქვათ, რეზიდენციის ადგილი არის ლატვია. მე პრინციპში ალბათ სიმბოლურიც არ რომ მეგობარი ქვეყანა ავირჩიე, რომელიც ჩვენ გვერდში გვიდგას და გვეხმარება და შესაბამისად აქაც პროტესტს უკვე ნახი გავთავადაც, რომ როგორ გვიჭერენ მხარს როგორც მოქალაქეები, ასევე ადგილობრივი პოლიტიკოსები და ყველა შეწუხებულია იმით, რომ საქართველოში ასე შეტრიალდა პროცესები. მით უმეტეს ყველაზე ახლოს სწორედ ეს ქვეყნები იყვნენ ჩვენთან, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები. ამ გახსენებაზე რიგაში აქციაზე მოვიდა ინესა ვოიკა, ძალიან ცნობილი ლატვიელი პოლიტიკოსი, რომელიც ახლა რიგის საკრებულოშია, რიგის ქალაქის საბჭოში. მოდი ჯერ ქალბატონ ინესას მოусმინოთ და მერე გავაგზავნოთ საუბარი შოთა. I'm here because I want მოვედი რათა ქართველ ხალხს მხარი დავუჭირო, იმ ხალხს, ვისაც სურს საქართველო იყოს დამოუკიდებელი, თავისუფალი და დემოკრატიული. ქართველების გვერდით ვდგავარ, ჩემი მეგობრების გვერდით ვდგავარ და ვგმობ, რასაც საქართველოს მთავრობა საკუთარ ხალხს უკეთებს. ქართველები ყოველთვის თავისუფლებით იყვნენ გამორჩეულები. ჩვენ დღესაც მოწმევართ თქვენი ბრძოლის, რომელიც არ წყდება, მაგრამ თქვენი მთავრობა უნდა შეიცვალოს. were famous for. და რა შეუძლია ლატვიის სახელმწიფოს გააკეთოს ქართველების დასახმარებლად? We will continue to აუცილებლად გავაგრძელებთ საქართველოს დემოკრატიული მოძრაობის მხარდაჭერას. ევროკავშირი და ლატვია, როგორც მისი ნაწილი, აპირებენ დაეხმარონ საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. რეალურად მუშაობთ, რომ დემოკრატიულ ძალებამდე მივიდეს ჩვენი დახმარება. ევროკავშირი ვერ დაუჭერს მხარს ავტორიტარულ რეჟიმს. ლატვიიდან მკაცრად გავაკონტროლებთ, რომ ბრიუსელმა იმოქმედოს და საქართველოს დახმარებისთვის გათვალისწინებული ფული თავისუფლებისთვის ბრძოლას მოხმარდეს. closely hear from Latvia. ბიუროკრატია ზოგადად ნელია, არა მარტო ბრიუსელში. მაგრამ ქართველებს ახლა ბრიუსელის და ევროპული ბიუროკრატიის კრიტიკის ახალი საფუძველი გაუჩნდათ და დაჟინებით ამტკიცებენ, რომ გინდა თუ არა აუცილებლად გაგვათხოვებენ ეგენიო. ევროპელი ბიუროკრატები აუცილებლად გაგვათხოვებენო. თქვენ 3 წელია ცხოვრობთ ევროკავშირის ქვეყანაში, რამდენჯერ სცადეს თქვენი ძალით გათხოვება შოთა? ერთი ლატვიაში და ქვეყნების უმეტესობაში ეს კანონი არც არის მიღებული. კი ვიცით ახლა რომ რაღაც ქვეყნები არის სადაც დაშვებულია და უფრო ლიბერალური კანონებია, მაგრამ აბსურდია. ერთი ახლა ლატვიურ ენასაც საკმაოდ კარგად ფლობ, პოლონურსაც საკმაოდ კარგად ფლობ, იმ დონეზე რომ ხალხთან საუბარი შეძლო და საყოფა ცხოვრებულ თემებზე შეძლო კომუნიკაცია და მსგავსი არ ხდება და ჯერ ერთი იმ ქვეყნებშიც კი ახლა ძალიან კარგად ვიცით ხო, სადაც დაშვებული არის მსგავსი ქორწინება. არანაირი დემოგრაფიული პრობლემები არ შექმნა. ეგერ ჰოლანდიაზე რომ ძალიან აჯაგრულები არიან. ჰოლანდია რამდენი 17-18 მილიონი არიან და 90-იანებში ბევრად ნაკლები იყო. 90-იანებში ჩვენ ვიყავით ამდენი 5 მილიონი და დღეს ვართ ამდენი. 3 თუ 2.5 თუ 3 მილიონი, 3.5-ზე მეტი არ ვიქნებით ახლა. საქართველოს მოსახლეობა და რა კრიტერიუმებით აღიარებს ეს ხალხი, როცა განიხილავს ვთქვათ ქვეყნის დემოგრაფიულ პრობლემებს და თავიანთ მორალურ პრინციპებს თავი დავანებოთ. კონსერვატორები ყველგან არსებობენ და ყველგან არის ეს ხალხი, ვის
ზუსტად იმავე ალტინფოს ნარატივებით ლაპარაკობს, რომ აი საკუთარ სახლში რაც უნდა გააკეთონ და დიახაც ყველა იმას აკეთებს საკუთარ სახლში რაც უნდა და არც არავინ უხდება არც ქუჩაში და არც სახლში არავის. ასე რომ ძალიან ბევრმა კარგად იცის, უბრალოდ სპეციალურად იყენებენ ამ message box იმ ხალხის მისამართად გამოიყენონ, ვინც მაგალითად ადვილად წამოეგება ასეთ პროპაგანდაზე, თორე უმეტესობას ნაცხოვრებიც აქვს და ძალიან კარგადაც იციან, რომ ევროპა პირიქით იდენტობას, ეროვნულ იდენტობას და კულტურულ მრავალფეროვნებას ხარს უჭერს და მომხერცაა იმისი, რომ ყველამ თავისი ენა, ტრადიციები და კულტურა შეინარჩუნოს ისე როგორც უნდა. ასე რომ მაგას თქვენი ადამიანი არ ჯამს, ესე ვთქვათ, მარტივად რო ვთქვათ. ქართველის თვალი დანახული მაინტერესებს. თქვენ ამდენი წელია ევროკავშირში ცხოვრობთ და 20 წელზე მეტია ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი ევროკავშირში შევიდნენ. აღმოსავლეთ ევროპის ბევრი ქვეყანა ევროკავშირში შევიდა. რამე საწყობთ ამ ქვეყნებს, რომ დაკარგეს საკუთარი იდენტობა, კარგავენ კულტურას, ვინმე ართმევს ენას, მამულს, სარწმუნოებას, წარსულს, ტაძრებს უნგრევს, უთეთრებს, ფრესკებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რამე მსგავსი ხდება აქ? ბევრი ევროსკეპტიკოსი კი არსებობს და რაღაც სხვადასხვა რაღაცებს განეხილავენ ხოლმე, ხო რა თქვათ, იგივე მიგრაციის პრობლემაზე, სხვადასხვა რამეზე, მაგრამ ზოგადად აი კულტურულ ნაწილსაც შეეხება განსაკუთრებით. პოლონეთმაც კი არაერთმა მითხრა პოლონელმა მეგობრებმა და ათრევებმა განსაკუთრებით უფროსმა თაობამ, რომელსაც კომუნიზმის ნანახი აქვს, რომ ბოლო 20-30 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამე პოზიტიურად შეიცვალა გზების აშენების კუთხით, თუნდაც კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის კუთხით და ძალიან ბევრი ფინანსები იმისთვისაც შემოვიდაო, რომ ჩვენი ძეგლები აღდგენილი იყო და შენარჩუნებული იყო და რესტავრაციას მივხედოთ და ასე ვთქვათ, არ დავკარგოთ ის, რაც გვაქვსო. ასე რომ შეიძლება ითქვას, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში განსაკუთრებით რომელთანაც საერთო წარსული გვაქვს, შეიძლება ითქვას, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში სადაც რომელთანაც ბევრად უფრო მეტი გვაქვს საერთო წარსულის, განსაკუთრებით კარგად გრძნობენ იმ დადებით შედეგებს, რაც მოიტანა ევროინტეგრაციამ მათთვის, ხო? ბალტიისპირეთი უკვე 21 წელია, რაც არიან ევროკავშირში. მე მგონი პოლონეთი ცოტათი უფრო ადრე, რამდენი წელიწად ადრე და პოლონეთი საერთოდ ძალიან კარგად იცის უამრავი ემიგრანტია პოლონეთში წასული და როგორი ტემპებით ვითარდება. მე 2012-13 წლებში ვცხოვრობდი 9 თვე მოხალისით მუშაობდი და მაშინაც უკვე საკმაოდ მაღალ ტემპებს ვამჩნევდი და ყველგან ჩადა. ახლა ყველგან გზების მშენებლობაა და როგორ თქვა, ტრადიციებიც არაკლია. ჩემი ძმა ოჯახის წევრია ახლა დაქორწინებული თქვა და პოლონელ ადამიანს და იქაც ისეთი ტრადიციულ ღირებულებებზეა ხალხი გაზრდილი და ყველგან არის რა, ყველგან არის ის ლიბერალური თუ კონსერვატიული მხარეს და ყველგან არის მსგავსი ვთქვათ, მცირე ზომის ღირებულებათა კონფლიქტი შეიძლება ყველგან იყოს, რომ ვთქვათ, ზოგს ასე მიაჩნიეს, ზოგს ისე, მაგრამ ტრადიციებს და ღირებულებებს არავინ არ ანგრევს და თუ გინდა შენი შვილის ისე გაზრდა, როგორც მიგაჩნია სწორად, არც არავინ დაგვიხდის მაგას რა. ეს არის ხაპარი. ევროკავშირში უკვე მიღებულია ახალი წესი ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმების მარტივი რეგულაციების შესახებ და გულისხმანსკალით ვეუბნებით, რომ პირველი გადაწყვეტილება ამ ახალი გამარტივებული წესით საქართველოს შეეხება. ალბათ სამწუხაროდ, როგორც გვეუბნებიან. მაგრამ არის ორი ვარიანტი. გვეუბნებიან, რომ უარესი ვარიანტი არის, რომ ყველა ქართველს შეეხება, ზოგადად საქართველოს შეეხება და საქართველოსთან ვიზები ისევ ამოქმედდება. ან უკეთესი ვარიანტი, რომ დაახლოებით 2000 კოცის სიას ამზადებს, თუ მომზადებული აქვს ბრიუსელს და ამ 2000 პროჭორილელს აუგზავნავს ევროკავშირის შენგენის ზონაში შესვლას. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს გააუარესებს ვითარებას და ალბათ თქვენაერ ადამიანებსაც შეეხება ეს. თუ მთლიან ქვეყანას შეუწყდა ლიბერალიზაცია, რა თქმა უნდა, პირველ რიგში რიგით მოქალაქეებს და აზიანებს და მე ამის უმეშინოდა მთელი ეს ბოლო 2 წელი, როცა ხედავდი პროცესს, როგორ მიმდინარეობდა ოცნების დაწყებული პროპაგანდის გამო საქართველოში და ძალიან დიდი შიში მქონდა. ეხლაც ძალიან აქტიურად უყურებ ამ ყველაფერს. მარტო პროჭორულელებსაც რომ შეეხოს ეს გადაწყვეტილება, აი 2000 თუ რამდენი არ ვიცი, რამდენი იქნებიან.
ეს ჩემი აზრით მაინც გაურთულებს ცხოვრებას ყველა დანარჩენს. მე თქვენ და ნებისმიერ ადამიანს, ვისთვისაც რაიმენაირადმე მნიშვნელოვანია ევროკავშირთან კავშირის შენარჩუნება, ევროპასთან კავშირის შენარჩუნება. აგერ ახლა ორი დღის წინ პოლონეთმა განაცხადა, რომ ქართველებს ჩაუკეტავს, აუგზავნავს გამარტივებული გზით სამუშაო ვიზის მიღებას. ქართველებს ანუ აღარ შეეძლებათ პოლონეთში მუშაობა, რითაც ათასობით ადამიანი სარგებლობდა. მართლა მგონია, რომ ეს ძალიან ბევრ ადამიანზე აისახება. კაი, სულაც ჯერო ევროპის კავშირის წევრობა გვერდზე გადადოდა არც არსებობდეს. უკვე რამხელა გადადგმული ნაბიჯი იყო და რა თქმა უნდა ეს დააზიანებს ამათ და ხალხიც უკვე მერე იგრძნობს თავიანთ არა მარტო ჯიბეებზე, არამედ კომუნიკაციაზე, იმიტომ რომ ემიგრანტები ერთმანეთს ვეღარ ნახავენ. ემიგრანტები და მათი ოჯახის წევრები ერთმანეთს ვეღარ ნახავენ. საქართველოსთან ვერ ჩავა ზოგიერთი და ზოგი პირიქით ევროპიდან შეიძლება ვეღარ დაბრუნდეს გარკვეული მიზეზების გამო. იმიტომ რომ ეხლა უკვე ისეთი ფონით შექმნეს, რომ ქვეყანაში შესვლის დროსაც ზოგიერთ ხანჯარი მას ახვედრებენ და ხან რაღაც სხვა პრობლემები პრობლემებს უქმნიან და ამაზე თვალი არ უნდა დახუჭონ, რა ყველას ნათესავები ყავს და ყველას ოჯახის წევრები ყავს და მოკლედ აუცილებლად ყველას შეეხება რაღაც ფორმით ეს რეპრესიული მანქანა. და ევროკავშირი მე არ მიმაჩნია, რომ ამის გამო ჩვენ ტრულად გვექცა პირიქით საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნავს იმის გამო, როცა უკვე ხედავს, რომ ქვეყნის ხელისუფლება რუსეთის სატელიტი გახდა. უკვე ხედავ და უკვე გვესმის, რომ პროჭორვილურ პროპაგანდაში უკვე ამტყდარია ერთი ამბავი, რომ მათ კი არ ჟიან და რუსულ რეჟიმს კი არ ჟიან, ჟიან მთელ ქართველ ერს. მე ძალიან მეთქინება ეს, იმიტომ რომ მე პირადად ახლა უკვე როგორც ემიგრანტს ბევრ რამეში შემზღუდავს ასევე და ჩემი ოჯახის წევრებსაც და არა მარტო მე ხო არა ვარ მარტო ერთადერთი უამრავი ნაცნობი თუ უცნობი ადამიანი, რომელსაც ზუსტად იგივე პროცესები შეეხება და ამ ფონზეც კი დღემდე სამწუხაროდ რჩებიან ადამიანები, ვინც ხმას არ იღებენ. ზრდილობიანად კონფორმისტები, არაზრდილობიანად სხვა სიტყვა უნდა გამოვიყენოთ. რას ეტყოდით ასეთ ადამიანებს, მათ შორის თქვენივე კოლეგებს? ძალიან აშკარად იზნობს ყველა ამას თავის ტყავზე და ეს განსაკუთრებით ის არტისტები და ათლეტები, რომლებიც ეს ამხელა აუდიტორია აქვთ, ჩემზე ბევრი დიდი აუდიტორია და ხმას არ იღებენ, ან კიდე პირიქით და დაგჩენილი ხელისუფლებას მადლობებს უხდიან. ამას მე იგრძნობენ თავიანთ ტყავზე, ან რაღაც ირიბი კუთხით მაინც იგრძნობენ და მე უკვე ძალიან გვიანი იქნება რა. ასე ბოროტად რო იყენებენ და ფლანგავენ თავიანთ პლატფორმას. მე პოლიტიკა და სპორტი ან კულტურა და სპორტი გამომიჯნოთ არ ვითანხმები ამას. აშკარად არ ვითანხმები, იმიტომ რომ ყველაფერი გადაბმულია და სახელმწიფოს ნებისმიერი პოლიტიკა შეიძლება იმავე სპორტისა და ხელოვნებისთვისაც გადამწყვეტი აღმოჩნდეს ხოლმე გარკვეულ საკითხებში, ასე რომ ესე არ არის რომ მე და ჩემი ნაბადი და ცალკე მაინც იგნობს საკუთარ თავზე ყველაფერს და მაინც დაზიანდები, ასე რომ ხელშეუხებელი არავინ არ არის რა. ხელშეუხებელი არავინ არ არის და ვერაფერს ვერ გაექცევი უსამართლობას, როცა შენ უსამართლობაზე თვალს უჭამ მერე საკუთარ ჯამში. უცნაურია რომ თუნდაც უკანასკნელ 35 წელიწადში ამდენის შემსწრე, ამდენის მომსწრე ამ ქვეყანას ძალიან ხშირად ავიწყდება ხოლმე რომ სამართლიანობა მაინც შესრულდება, მაინც აღსრულდება. რაც არ უნდა მოხდეს, გნებავთ კოსმოსური ბალანსი და არ ქვით, გნებავთ რაღაცა გლობალური სამართლიანობა, გნებავთ კარმა, რაც გნებავთ და არ ქვით, მაგრამ ფაქტია რომ აუცილებლად ყველას მიეწევა, რასაც ქვია ამ პირადად მას ან მის შთამომავლობას. ამიტომ ხოცებო, პროჭორილელებო, გახსოვდეთ თქვენ, რომ თქვენც აუცილებლად მოგეწევათ, სადაც არ უნდა იყოთ. მიწის ზემოთ თუ მიწის ქვემოთ. აუცილებლად მოგეწევათ. ეს იყო ვაშა გადაცემა. თენგიზ გოგოტიშვილის პოდკასტი. გვიყურეთ, მოგვიწონეთ და გამოგვიწერეთ ყველა პლატფორმაზე. YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. რაც დავიდით, იმაზეც ვაგეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპას გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню ваши გადაცემა და